მოგესალმებით მეგობრებო, დღეს სტუმრად ყავს ბატონი დიმიტრი ლორთქიფაინძე, დიდო მოგესალმებით გენცვალე და დიდი მადლობა რომ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე მინდა ვისაუბრო და ვინ თუ არა შენ გამარტავ ყველაზე კარგად და ყველაზე სიღრმისეულად ამ თემას. თემა ეხება საქართველოს რუსეთის დამოკიდებულებას და ამერიკა შეერთებული შტატები საქართველოს დამოკიდებულებას და რაღაცა უცნაურად იკვრება ეს სამკუთხედი, სიმართლე გითხრა მე ვერ ამოხსენი. რამდენიმე ვარიანტი არის, ამას შენ უკეთ იტყვი, შენი ვერსია რომ მოგვახსენო. და კითხვის ნიშნები რაში მდგომარეობს. ჯერ ერთი ვერავინ ვერ გაცა პასუხი, მე პირველი არა ვარ და ალბათ უკანასკნელი, რა პოზიციაზე დგას რუსეთის ხელისუფლება. საერთოდ რა თამაშს თამაშობს კრემლი უკრაინის მიმართულებით და სამხრეთ კავკასიის რეგიონთან მიმართულებით. უკრაინაზე გეტყვი იმას, რაც შენიცი და რაც მაყურებელმა იცის, რომ სადაც კი ტყვია გაისროლეს, მოკლედ უკრაინელებმა ყველგან გაარტყეს. არ ვიცი, MP-ზე ქართულად არის ბენზინ გადამამუშავებელი კომბინატები. თითქმის რაც იყო დასავლეთ რუსეთში და რამე ცენტრალურ რუსეთში ყველას მოხდა. არ გავა დღე რომ აალებული არ იყოს რომელიმე მსგავსი ობიექტი. სევასტოპოლს დაარტყეს 2 დღის წინ. ყირიმი ნახევარკუნძული ფაქტობრივად კუნძულად არის უკვე გადაქცეული რუსებისთვის. ბენზინი არ მიეწოდება და ცეცხლის ფასი აქვს. ტურიზმის ჩავარდნაზე ვიღალაპარაკობს და მძიმე წონოსანი სატვირთო ავტომობილები ფაქტობრივად სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებით აღარ მოძრაობენ. ანუ გამოიწვია კოლაფს. ეს არა შეიძლება მე ესე მგონია რომ სტრატეგიული გამარჯვება უკრაინელების არ არის, მაგრამ ტაქტიკური რო არის, მე ასე მგონია. ეს ერთი შეკითხვა და მეორე ამ კონტექსტში ბუნებრივია რუბიოსა და ჩვენი ხელისუფლების შეხვედრა, ბევრი ამბობს რომ ეს თითქოს გარიგება იყო. ჩემთვის საპატრიცემულო ექსპერტებიც რაღაც რამდენიმე ეს მსგავსი რამე თქვა, ოღონდ მე არ ვიცი ეს გარიგება რას ემსახურება, როცა რუსეთი ესე მდგომარეობაშია და მოდი ეს სამკუთხედი აი შენეულად, პროფესიულად შენ წვდომა გაქვს, ინფორმაცია გაქვს და ძალიან თქო მეც გამიმარტე და ჩვენ მაყურებელსაც განვმარტე. ნიკა, მოგესალმები, მივესალმები ჩვენს დიასპორას ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველ რიგში. ძალიან სასიამოვნოა, რა თქმა უნდა, შენთან სტუმრობა და მადლობას მოგახსენებ მოწვევისთვის. ეხლა ხო იცი, მე პესიმიზმი არ მჩვევია საერთოდ რა, მაგრამ არც ეხლა ხელოვნურად და ნაყალბებად ოპტიმისტური, ასე ვთქვათ, ტონის დაჭერაც ვთქვათ, მიუღებელად მიმაჩნია ბუნებრივია, თუმცა ძალიან ბევრი ნიუანსი და ინდიკატორი არსებობს იმისთვის, რომ ბევრად ოპტიმისტურად ვიყო განწყობილი, ვიდრე ნეგატიურად. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობა და სისტემაში იწყება ძალიან დიდი მოვლენები. მინდა გითხრა, ეს MP-ები და ეს რაღაცა ძალიან მძიმე ფონი, რომელიც დაყვება აი ამ პროცესებს, რაც ჩვენ სრულად ობიექტურად ჩამოთვალებ, ბუნებრივია, ეს მხოლოდ ბირთვული ფაქტორის გაზრდის ელემენტია, რომელმაც თავის მხრივ ხელი უნდა შეუწყოს დიდ გადატვირთვას. ანუ კრიზისები გვარდება როგორ ქრონიკული გადადის მწვავეში და მწვავედან ხდება ალაგება. პირიქით არ ხდება. და უნდა ვივარაუდოთ, რომ რუბიოს გააქტიურება მეტიც საფრანგეთის, ბრიტანეთის და გერმანიის პირველი დიპლომატების დღევანდელი ვიზიტი კრემლში ბატონ ლავროვთან. გვაძლევს მნიშვნელოვან საფუძველს იმისას, ვივარაუდოთ, რომ რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში იწყება გადატვირთვა, რომელსაც შეიძლება ითქვას ანალოგი არ ქონია ბოლო, ასე ვთქვათ, ათწლეულებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ მე ამის თქმის უფლებას მაძლევს ის ინსაიდერული, ასე ვთქვათ, შეიძლება ასე ითქვას, შეფასებებიც, რომელთან დაკავშირებითაც მე მაქვს გარკვეული წვდომა, ხო, ბუნებრივია, წარმოვადგენ ორგანიზაციას საქართველოში, რომელსაც თავის მხრივ სათათბირო უფლება აქვს, სათათბირო ხმის უფლება აქვს, შეიძლება ასე ითქვას, საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებზე რუსეთის ფედერაციაში და შესაბამისად ძალიან საინტერესო აღინიშნოს, რომ რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის ერთ-ერთი პირველი
მარკერი და მიმანიშნებელი გახლავთ 2026 წლის 27 ნოემბერს, უკაცრავად ივნისს გასამართი კავკასიური დიალოგი, რომელიც პიციგორსკში გაიმართება და რომელმაც მთლიანად შეცვალა, ასე ვთქვათ, თავისი ძირეული ფორმატები და ძალიან საინტერესო მიმართულებები მოგვცა რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებული ანალიზის თვალსაზრისით. რას გულისხმობ? გულისხმობ იმას, რომ პირველად კავკასიური დიალოგის გამართვის მანძილზე მასში ერთ-ერთ მთავარ როლს მიიღებს რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ექსპერტი, ამერიკანისტი მაქსიმ სუჩკოვი. ეს არის ახალგაზრდა ექსპერტი, რომლის ამერიკის შეერთებული შტატების გარშემო გაკეთებული ფუნდამენტალური შრომა შეიძლება ითქვას, რომ ბესტსელერია თანამედროვე პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, წიგნის თაროზე. და რომელიც უშუალოდ ჩაუდგება, ასე ვთქვათ, ძირითად თემების მოდერაციას ამ კავკასიურ დიალოგზე და შემთხვევითი არც ის არ არის, რომ რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში არასამთავრობო ორგანიზაციების და ანალიტიკოსების გააქტიურება გარკვეულ მოედნებზე მათი ურთიერთობის თვალსაზრისით ერთგვარი ახალი ტრენდია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს დიპლომატიაში გააჩნია ძალიან გრძელი ხანგრძლივი უпростоრად და ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობები. რუსეთის ფედერაცია არის ის ქვეყანა, რომელიც არის ამავე დროს გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი გეოპოლიტიკური ცენტრი მოსკოვი, ისევე როგორც ნიუ-იორკი, ისევე როგორც ბრიუსელი და თანამედროვე გამოწვევებში, როდესაც ძალის სამართალმა ჩაანაცვლა სამართლის ძალა, სიტუაციაში, როდესაც საერთაშორისო სამართალი რეალურად აღარ არსებობს, სიტუაციაში, როდესაც მრავალვექტორულობა ყველაზე უფრო მოქნილი საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის პრიორიტეტია ძალიან ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის პატარა ქვეყნებისთვის და შემთხვევითი არ იყო, რომ ქალბატონმა მარია ზახაროვამ საქართველოს მრავალვექტორულობაზე გააკეთა ძალიან არაურაზროვანი განცხადება. არავის ეგონოს, რომ ეს ბელეტრისტიკაა. ეს არის ძალიან კაფიო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაცია დიახ უშვებს, რომ საქართველოს გააჩნდეს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი და მისი მომსახურება და ეს შეიძლება ითქვას არის კიდეც პროგრესული თავისი აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მანამდე მეტროპოლია, ანუ გლობალური დასავლეთი, რომელიც გეოპოლიტიკური ერთადერთი ცენტრი იყო, რომელზეც ჩვენ სწორება უნდა გქონოდა, მიიჩნევდა, რომ მზე ამოდის მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთიდან საქართველოსთვის, რომ ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანი ქართველი ხალხისა გულისხმობს საქართველოს გაწევრების მხოლოდ და მხოლოდ ერთ ალტერნატივას, ეს არის ჩრდილოატლანტიკური სივრცე და ევროატლანტიკური სივრცე. და ეს ჩვენ ჩაგვაწერინეს, რა თქმა უნდა, შესაბამისი კარნახით და შესაბამისი თავისმოხვევით საქართველოს კონსტიტუციაში 2017 წელს. და ჩვენ აი ამ კაბალისგან გათავისუფლების მრავალი წელი დაგვჭირდა განსაკუთრებით 2022 წლიდან, როდესაც ქედმოუხრელად საქართველომ გაუსწორა თვალი აი ამ გლობალურ დასავლეთს, ყოფილ მეტროპოლიას და უთხრა პატრონყმობა, ანუ კოლონიალიზმის ეპოქა საქართველოსთვის დასრულებულია, საქართველო იტვირთება ახალი გეოპოლიტიკური რეალობისთვის, რომელიც გულისხმობს ძირითადი გეოპოლიტიკური ცენტრების მიმართ მხარდაჭერას, მათთვის მყარი რკინაბეტონისებური, ასე ვთქვათ, გარანტიებით შექმნილი ხიდის ფუნქციის განსახორციელება. და რაოდენ მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ამ პროცესში საქართველო მარტო კი არ აღმოჩნდა, არამედ ამიერკავკასიური ტრიო ქმნის პირველად შეიძლება ითქვას ისტორიაში არაჩვეულებრივ პრეცედენტს შეჯიბრებითობისა სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის. აი ნახეთ, შეჯიბრებითობა, რომელიც უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანის ასე ვთქვათ, თაოსნობით დაიწყო, ანუ მან გახსნა ეს სეზონი და მან გახსნა ეს პირობა, შექმნა ეს პირობა, ჯერ შექმნა და შემდგომში დაიწყო მისი მომსახურება და აქედან გამომდინარე ჩვენ შემდგომში შესაძლებლობა მოგვეცა, რომ ასე ვთქვათ, საკუთარი პრიორიტეტები აზერბაიჯანთან ერთად გამოგვენახა და გვეძებნა გზები ძიებისა, რომ სომხეთ
აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დათბობის პროცესში ჩვენც მიგვეღო ჩვენი წილი მონაწილეობისა. და შემთხვევითი არ არის, რომ აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც ერთ-ერთი გადამტვირთავი და ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება აღმოჩნდა იმისა, როდესაც პირველად გამოჩნდნენ სომეხი და აზერბაიჯანელი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ქართულ მოედანზე. ქართულ მოედანზე ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი იყო, რომელიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს. იმავე პერიოდში, როდესაც საქართველო ატარებს აბრეშუმის გზის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს, ამ დროს ჩინეთსა და საქართველოს შორის მანამდე დაწყებული 2018 წელს დაწყებული ყოვლისმომცველი საელჩო ეკონომიკური ურთიერთობები იტვირთება და ადის უმაღლესი სტრატეგიული ურთიერთთანამშრომლობის ნიშნულზე, რაც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას აბრეშუმის გზის ისტორიული ასე ვთქვათ, პროცესის მონაწილე გახდეს და ჩინეთის გეოეკონომიკური სტრატეგიის ერთი სარტყელის პრინციპთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, პრინციპში მიიღოს, ასე ვთქვათ, თავისი აქტორის როლი. შუა დერეფნის თვალსაზრისით გულისხმობ, რომელმაც უნიკალური შესაძლებლობა მისცა საქართველოს დაეკავშირებინა დასავლეთ ევროპა და ბრეტონის ნახევარკუნძული პირდაპირ ჩინეთთან. ანუ ორი უკიდურესი წერტილი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გამხდარიყო, ვთქვათ, დაკავშირებადობის თვალსაზრისით ხელმისაწვდომი სწორედ საქართველოს დამსახურებით, სწორედ საქართველოს ხარდაჭერით, სწორედ საქართველოს მიერ დაღებული ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შედეგად, რომელიც შესაძლოა თავისუფლად არ მოსულა ნიკა, იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვახსოვს 2022 წელი. ძალიან კარგად გვახსოვს თითის ქნევა და გვახსოვს ისიც, რომ იმ დროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს, მინდა გითხრათ, შეტანილი ამ მდგრადობის მოპოვებაში, მას პირდაპირ უქნებდნენ თიც და ეუბნებოდნენ, თქვენ თუნდაც 5 დღით უნდა ჩაერთოთ ომში იმისთვის, რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, უპირატესობა მოვიპოვოთ და გავხსნათ მათთან სამხრეთი ფრონტი, იმისთვის, რომ დასავლეთ ფრონტზე გაცილებით მეტი ოპერატიული სამხედრო პოლიტიკური მოქმედებების განხორციელება შევძლოთ, რომ ეს არ არის მითი, ეს არის რეალობა. და ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრია, ეხლა ჩვენ ამაზე აღარ ვისაუბრებთ, ეხლა ვისაუბროთ რა ხდება დღევანდელ დღეს. დღევანდელ დღეს ხდება ის, რომ რუსულ-ამერიკული ურთიერთობები არის განსაკუთრებულ ნიშნულზე. და ამ განსაკუთრებული ნიშნულის მოპოვება მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბირთვული ფაქტორი უკრაინის კონფლიქტში 75%-დან ავიდა 85%-ად. და როდესაც ჩვენ NPZ-ზე გვსაუბართ, დაშვებადობას იძახი, ხო? ალბათობა იმის. დაშვებადობა, რა თქმა უნდა, ეს დაშვებადობა შეკავების ფაქტორიდან გამომდინარე ქმნის ახალ რეალობებს, ხსნის ახალ ფანჯრებს და ძალიან მაღალ დონეზე ხდება მათი, ასე ვთქვათ, რეალიზაცია. ასე ხდება მათი მაღალ დონეზე რეალიზაცია. დიახ, და სწორედ ახლა ჩვენ ამ ფაქტორთან გვაქვს საქმე, როდესაც ბირთვული ტრიადის გამოყენების შესაძლებლობა ერთ-ერთ უმაღლეს ნიშნულზეა, თუ კი აქამდე ის როდესმე ყოფილა და ბუნებრივია ასეთი ტრიადის გამოყენების დასაშვებობა ხდება მას შემდეგ, რაც კონვენციური ომის გათვალისწინებული ყველა, ასე ვთქვათ, პირობა ამოწურავს თავის თავს. და ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, რომ რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო, ასე ვთქვათ, დაპირისპირებაში ჩართულია 56 სახელმწიფოს სამხედრო ნაერთი ბიუჯეტი. მსგავსი პრეცედენტი რუსეთის არსებობის ისტორიაში, გნებავთ რუსეთის იმპერიის არსებობის ისტორიაში, მეფის რუსეთის არსებობის ისტორიაში, გნებავთ საბჭოთა იმპერიის არსებობის ისტორიაში და გნებავთ დამოუკიდებლობის მოპოვების მერე რუსეთს ასეთი განსაცდელი არ ჰქონია. ის პირველად დადგა ამ, თქვა, დაპირისპირებაში ძირითადი მოკავშირეების გარშემო. მე ხა ძირითად მოკავშირეებში გასაგებია, რასაც გულისხმობ, ხო? იმ დიდი რუიანის ქვეყნებს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ამპლუაში, სხვადასხვა კონფიგურაციით იღებდნენ საბჭოთა კავშირის რუსეთის იმპერიის სასარგებლო პოზიციას დაპირისპირებულ მხარეებთან. იქნებოდა ეს ნაპოლეონის ექსპანსია, იქნებოდა ეს ფაშისტური გერმანიის ექსპანსია, მაგრამ დღეს რუსეთი აბსოლუტურად მარტო აღმოჩნდა ამ დაპირისპირების პროცესში და ბუნებრივია ამან გაზარდა სწორედ ბირთვული ფაქტორი უკრაინის კონფლიქტში. და უკრაინის კონფლიქტი ეს არ არის კონფლიქტი უკრაინისთვის ბრძოლის საკითხში მხოლოდ. ეს არის ცივილიზაციური დაპირისპირება, ბუნებრივია, რომელმაც უნდა განსაზღვროს შემდგომი კონფიგურაცია თანამედროვე მსოფლიოს. და უკრაინაში, როგორც ჩანს, უკვე ესე იკვეთება, რომ უკრაინა იყოფა სამ ნაწილად. ეს არის დასავლეთ უკრაინა, ეს არის დიდი ბუფერი უმანისა და დნეპროპეტროვსკის
ამჟამად უკვე დნიპროს სახით და აღმოსავლეთ უკრაინა მას დავარქვათ პირობითად ტარას ბულბას უკრაინა. ანუ რუსული უკრაინა შეიძლება ასე ითქვას, სადაც ეთნიკური რუსების პრევალირებადი, ასე ვთქვათ, ციფრი, შთამბეჭდავად დიდია. აქ საუბარია 88-99%-ზე მოსახლეობისა ეთნიკური შემადგენლობით და შემადგენლობით, რომელიც ამავე დროს ახლა შემთხვევით არ აღმოჩენილა უკრაინის შემადგენლობაში, იმიტომ რომ ამას გააჩნდა თავისი გეოპოლიტიკური პრეფერენცია თავის დროზე საბჭოთა კავშირში და გამომდინარეობდა ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან, რომ ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინა ყოფილიყო ერთიანი დიდი უკრაინის შემადგენლობაში. იმიტომ იყო ნათქვამი, რომ უკრაინა არის ვლადიმერ ლენინის სახელობის სახელმწიფო, იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ კონფიგურაცია მაშინ ასე განისაზღვრა. მაგრამ ცივილიზაციური არჩევანის თვალსაზრისით ბუნებრივია ყველა მხარე შეეცდება თავისი მაქსიმუმი გამოივაჭროს. და როდესაც ბუფერზეა საუბარი, მე უმანი და დნიპრო შემთხვევით არ ვახსენე. მოგესწრებათ რა ეთნიკური შემადგენლობით არის დატვირთული, რა ამავე დროს საკრალურ მისტიკური თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი უმანიც და დნეპროპეტროვსკიც და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მათი ბუფერიზაციის შემთხვევაში, ასე ვთქვათ, შემდგომი გადანაწილების პროცესი. ამიტომ როგორც ჩანს ჩვენ მივდივართ სწორედ აი ამ გზაჯვარედინამდე ამ ურთიერთობების პროცესში და აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ-რუსული ურთიერთობები როგორ იქნება განხილული ამერიკული მხარის მიერ. რამდენად დაუშვებს ამერიკის შეერთებული შტატები ქართულ-რუსული ურთიერთობების გადატვირთვას. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და კიდევ ერთხელ ვემეორებ. ამ მნიშვნელოვან მომენტში ერთ-ერთი განსაზღვრელი, რა თქმა უნდა, ფუნქცია გააჩნია სომხეთს. რატომ? იმიტომ რომ სწორედ მის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს იმ განსაკუთრებული ეკონომიკური მნიშვნელობის და პოლიტიკური მნიშვნელობის დერეფანმა, რომელმაც მხოლოდ დასავლეთ-აღმოსავლეთის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაერთებელი დერეფნის როლი კი არ უნდა ითამაშოს, არამედ მან უნდა ითამაშოს იმ გზაჯვარედინის პირველი ხაზის როლი, რომლის მეორე ხაზმა უნდა გაიაროს სწორედ რუსეთიდან გლობალური სამხრეთის მიმართულებით, ინდოეთის მიმართულებით და აი ჩვენ ვღებულობთ ჯვარსახოლან გზას. ჯვარსახოლან გზას გეოეკონომიკური სტრატეგიის თვალსაზრისით, რომლის მთავარი მომსახურე ცენტრი ხდება ამიერკავკასია. და აქ უკვე იწყება რეგიონალური პრინციპით განხილვა, ასე ვთქვათ, იმ პრეფერენციებისა, რომელმაც ამ რეგიონს უნდა მიანიჭოს გარკვეული უპირატესობა. და აქ ბუნებრივია ამერიკის შეერთებული შტატების და რუსული ინტერესები და ამავე დროს ჩინური ინტერესები, იმიტომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩინეთის მთავარი პროქსი ჩვენს რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში ირანის სახით, რომელსაც მართლაც უმაღლესი სტრატეგიის დონეზეა ურთიერთობა ჩინეთთან და რომელსაც თავისი გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური შეხედულებები გააჩნია და ინტერესებიც გააჩნია დასაკმაყოფილებლად. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ თუ რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მოილაპარაკებენ აი ამ ძიმე დაძაბულ პროცესში, არ გამოირიცხება, რომ მოლაპარაკების საგანი იყოს დიდი ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთი რეგიონის მშვიდობის ოაზისად ქცევის ერთობლივი მოლაპარაკება. შეერთებული შტატების, რუსეთის ფედერაციის, ჩინეთის, ირანის, თურქეთის. და აქ უკვე ნიკა, ნახე, 3+3 ფორმატს ენიჭება რეანიმირებადი, განახლებული და ძალიან მნიშვნელოვანი როლი. და ეს რომ ასეა, ეს გამოჩნდა სულ ცოტა ხნის წინ პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ სპეციალურ პანელთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა ექსპერტმა, ძალიან საინტერესო ქართველმა ექსპერტმა, ახალგაზრდა ექსპერტმა, ბატონმა ნიკოლოზ მეტრეველმა. მე ვიცნობ ნიკას და მიხარია, რომ ჩვენ ნიკას სახით გვყავს ძალიან ნიჭიერი, საინტერესო, როგორც დიპლომატიური კუთხით ნიჭიერი, ასევე პოლიტიკური მეტყველებისა და აზროვნების კუთხით ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი. და ის რომ თვითონ ნიკა მეტრეველი მონაწილეობდა ამ პროცესში, ძალიან იმედის მომცემია ჩემთვის პირადად, როგორც სამოქალაქო პლატფორმის ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელისთვის, რომელსაც გააჩნია ამ პლატფორმაზე, სამოქალაქო პლატფორმაზე, სახალხო დიპლომატიის, მოდი ამასაც ხაზი გავუსვათ, პლატფორმაზე მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება. 8 წელი კი. და აი
ეხლა, როდესაც აი 27-ში დაიწყება კავკასიური დიალოგი პიაციგორსკში, მაშუქში, მანამდე იყო გარკვეული ფორმატი შემუშავებული, ეს ფორმატი მთლიანად, ასე ვთქვათ, გადაფორმატირდა და სრულიად ახალი შემადგენლობა წარდგება პიაციგორსში. მე თქვენის ნებართვით არ გავამ ხელა მონაწილეთა შემადგენლობას, დარწმუნებული ვარ, იქნება ძალიან საინტერესო, დარწმუნებული ვარ, იქნება მეცნიერული თვალსაზრისითაც პოლიტოლოგებისთვის ძალიან საინტერესო და რა თქმა უნდა, პრაგმატული თვალსაზრისით ჩვენი რეალური პოლიტიკისთვის, რომელსაც ჯერჯერობით არ უჩანს თითქოს და არ უჩანს გამოსავალი ქართულ-რუსული ურთიერთობების პროცესში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მოდით ჩვენ ვავაჩქარებთ ამ პროცესს, ყველაფერს თავისი დროა, ნაყოფი უნდა მომწიფდეს და მომწიფება სჭირდება დიდი სახელმწიფოების. მე უბრალოდ რატომ მგონია, რომ ცოტა ჩიხური სიტუაციაშია, ნახე შენ კარგად ახსენე დიმიტრი, რომ რუსეთი მარია ზახაროვას თქმით, ეხა ბუნებრივია ის აჟღერებს კრემლის საგარეო პოლიტიკას. მზად არის მიიღოს საქართველოს მრავალი განვითარებით არსებობა ამ ქვეყნის, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის მსგავსი მიდგომისთვის. რუბიოს განცხადებები ის, რომ ჩვენ ქართველებმა მოგვცეს ციტირებას არ ვახდენ, დაპირება რომ აი ამას შეიცვლიან იქ ირანის კონტექსტიდან ამოღება იყო ჩინეთის კონტექსტიდან, ეს როგორ კორელაციაში მოვა აი ამ სამკუთხედთან ამერიკა, საქართველო, რუსეთი. რუსეთი დაუშვათ დიახ, ძალიან სწორი შეფასებაა, სწორი ანალიზია შენი მხრიდან. მე უბრალოდ ვიტყვი და ალბათ დამეთანხმები, რომ რუბიომ შესანიშნავად იცის, რომ საკითხი ეხება გეოგრაფიას და არა გეოპოლიტიზაციას თემისა, იმიტომ რომ საქართველო არ ირჩევს თავის მეზობლებს. საქართველოს ყავს მეზობლები, რომელთა არსებობა არის მოცემულობა, ფაქტი, ისტორიული მნიშვნელობის ფაქტი და ყოველთვის არსებობდა ისტორიული, ასე ვთქვათ, ინტერესები იგივე რუსეთისა ჩვენს რეგიონში, იგივე ირანისა ჩვენს რეგიონში, თურქეთისა ჩვენს რეგიონში, ხო სამი დიდი იმპერიის გარემოცვაში ვიყავით ჩვენ ქართველები და ყოველთვის ბალანსირებდით იმისთვის, რომ ცივილიზაციური ჩვენი, ასე ვთქვათ, წარსული შეგვენარჩუნებინა აწმყოში და გადაგვეცა ეს ტრადიციები მომავალ თაობებისთვის. დღეს რა რუბიომ არ იცის, რომ ჩვენ სწორედაც რომ საუკეთესო გზას ვირჩევთ საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების კუთხით იმისთვის, რომ ბალანსი სწორედ შევინარჩუნოთ და რუბიომ თუ არა ვინ იცის, რომ ამ ბალანსის პროცესში ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა დიახ გჭირდება. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი სწორი დამოკიდებულება, რეალურად პარტნიორული ურთიერთობები, გნებავთ სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები და ეს სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები რაც უფრო მეტ სახელმწიფოსთან გვექნება ჩვენ ამ ბალანსის თვალსაზრისით, მით უფრო კარგი იქნება. დიახ, ჩვენ გვჭირდება ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობები, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთთან არსებული ეს დაძაბული ფონი უნდა შეიცვალოს იმ პრაგმატული პოლიტიკით, რომელმაც ერთის მხრივ უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი და მეორეს მხრივ ქართულ-რუსული სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება მომავალში და პირველში ეკონომიკაზეა საუბარი, იმიტომ რომ დღეს ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს პლაცენტარულია, ხო, ეკონომიკური ურთიერთობები ქართულ-რუსულ ურთიერთობებს გულისხმობ და ძალიან ბევრი ჩვენი ეკონომიკური მარკერი დაკავშირებულია სწორედ ამ ვაჭრობასთან, რომელიც გეომეტრიული პროგრესით იზრდება. და მე ადრეც მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთელი რიგი დარგებია ქართულ ეკონომიკაში, რომელიც პირდაპირ რუსულ ფაქტორზე არის დამოკიდებული. ეს არის რკინიგზა, ეს არის ჰიდროელექტროსადგურები, ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის მარაგები, რომელიც ხორბლის, ფქვილის მომარაგებას და მარცვლეული კულტურებით მომარაგებას უკავშირდება საქართველოსთვის და სხვა პროდუქტები და სხვა სასურსათო, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებით, რომელთანაც ჩვენ აწყობილი ლოჯისტიკა გვაქვს რუსეთთან და ბელარუსთან, რომელიც ამავე დროს ჩვენი შეიძლება ითქვას უკვე სტრატეგიული პარტნიორის ნიშნულზე ამყარებს ჩვენთან ურთიერთობებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ მართლაც რომ შევხედოთ ნიკა სურათს, მართლაც რომ შევხედოთ, აი ღვთისწყალობა შეიძლება ასე გამოვხატოთ მარტივიანით პათეტიკას რომ გავექცეთ, რომ ბელარუსთან გვაქვს საუკეთესო ურთიერთობები, რაც გვეხმარება ფასილიტაციაში და მედიაციაში რუსეთთან, რომელთანაც ვინარჩუნებთ მშვიდობას და ვინარჩუნებთ მზარდ სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს იმის მოლოდინში, რომ დიპლომატია მოგვიტანს რეალურ შედეგებს ჩვენი ორგანული ინტერესების სამსახურში
სომხეთთან და აზერბაიჯანთან გაფორმებული გვაქვს სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებები და ველოდებით, ასე ვთქვათ, იმ პროცესს, რომელმაც რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში უნდა გამოკვეთოს ჩვენთვის სასარგებლო ბალანსის პირობა. და როდესაც ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესზე და თქვენ დამისვით კითხვა რუბიოსთან დაკავშირებით საუბრობთ, მოდით შევხედოთ, რას სურთ ამერიკელებს. ამერიკელებს ჩვენს რეგიონში სურთ კონტროლი და კონტროლთან დაკავშირებით საკონტროლო პაკეტი. ანუ რაღაცა პროცესთან დაკავშირებით და რომელ პროცესზე შეიძლება იყოს საუბარი. შემთხვევით იმ გზაჯვარედინზე ხო არა, რომელიც ზანგეზურის დერეფანში წარმოიქმნება, მას შემდეგ, რაც პეტერბურგიდან მუმბაიმდე გაკეთდება უწყვეტი მაგისტრალური მოძრაობა, მას შემდეგ, რაც 8 ბლოკირებული დერეფანი ქართულ-რუსულ 840 კილომეტრიან საზღვარზე გაიხსნება, მას შემდეგ, რაც სამხრეთის დერეფანი კიდევ უფრო მეტი ძალმოსილებით ამოქმედდება და ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთს დაემატება კიდე ის დამატებითი ლიანდაგები, რომელიც ეხლა უკვე მშენებლობის პროცესშია. ვთქვით, როგორი გასაოცარი, ასე ვთქვათ, ეკონომიკური, რაღაცა ტრიუმფალური მსვლელობების მოწმენი ვხდებით ჩვენ რეგიონში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ დიდები თან ხდებიან, რომ ამ პატარებით დაპირთულ რეგიონში იყოს მშვიდობა. მშვიდობა. ეს ყველაფერი არ მიდის ესკალაციისკენ. რა თქმა უნდა, თუ არ აღმოჩნდნენ ისეთი ტიპის დესტრუქციული ძალები, რომლებიც საქართველოში სამოქალაქო ომის გაჭრილი იქნებიან დაინტერესებულები. მაგრამ აი ეს დიდი აქტორები ამჟამად ამ სამოქალაქო დაპირისპირების ფაქტორის, ასე ვთქვათ, რისკის გაზრდით არ არიან დაინტერესებულები აშკარაა, იმიტომ რომ ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ ახალი ეკონომიკური დერეფნების გახსნის გზით სოფლიო მიიღოს სრულიად განსხვავებული რეალობა სამხრეთ დერეფანში. ვინაიდან ჩრდილოეთი დერეფანი დიდი ხნით არის დაკონსერვებული და არავინ არ იცის, როდის ამოქმედდება ის დერეფანი, რომელიც ჩინეთის, რუსეთის, უკრაინის გავლით ახდენდა, ასე ვთქვათ, ვაჭრობას ევროპასთან და ასე გადიოდა, ასე ვთქვათ, ოკეანეებში. შესაბამისად, ეს მოცემულობა ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ იმედს, მათ შორის სომხეთში გამართული ბოლო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე და შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს კიდეც სომხეთის თემას მეორე ნაწილში დაუბრუნდეთ. კი ბატონო, თუმცა ორი სიტყვით მაინც დიახ. ეს შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია. რა ასახვას ტოვებს აი ამ მდგრადი მშვიდობის და დაკავშირებადობის გეოეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით. მე მაქვს ესეთი შეკითხვა, შენ სწორედ აღნიშნე, რომ კონტროლი საბოლოო ჯამში ჩვენ ამერიკის საგარეო პოლიტიკას უკვე ვიცნობთ ისე, რომ სადაც კი შედის ან აპირებს შესვლას, ან თulis რომ მის გეოპოლიტიკური ზონა, ეს არის კონტროლი, სიტუაციის კონტროლი. ყველანაირი ფინანსური, გეოპოლიტიკური, სამხედრო და ასე შემდეგ. ოკეანეზე იქნება თუ ხმელეთზე. აი მე მაინტერესებს ასეთი რამ, შენ როგორ უყურებ ამ პროცესს. დაუშვათ ჰიპოთეტიურად. საქართველოს ხელისუფლებამ რაღაც პარიტეტულ გარიგება დადო ამერიკელებთან, ანუ ხილვადობაზე, გამჭირვალეობაზე, რომ ამერიკელებმა არ მიიღონ საქართველოს ხელისუფლება როგორც მათი ოპონენტი. მაგრამ აქ ერთი კითხვა ჩდება, აი ავიღოთ ანაკლიის ხმასლოვანი პორტი. რუსეთი ამერიკის ასეთ კონტროლს როგორ ფიქრობ, ცნობს? იმიტომ რომ მასაც ხო აქვს ეს აბსოლუტურად საფუძვლიანი, მე ვთვლი, რომ გეოპოლიტიკურად ქუდივით ადებს მთელ სამხრეთ კავკასიას. და აი ეს თემები როგორ გადაწყდება? შენ როგორ ფიქრობ, ბუნებრივია, თუ გააქვს ვერსია? მე ვფიქრობ, რომ ანაკლიის პორტი იყო მოლაპარაკებისა და მსჯელობის საგანი, რომელიც შეიქმნა მოლაპარაკებების მაგიდასთან, სი ძინპინსა და ტრამპს, სი ძინპინსა და პუტინს შორის, აი ბოლოს შეხვედრებს გულისხმობ, ერთ-ერთ მნიშვნელოვან განსახილველ საკითხთა შორის. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ ანაკლიის ღრმაწნოვანი პორტის მშენებლობის თავისდროული, ასე ვთქვათ, როცა თავის დროზე შეიქმნა პროცესი, შეიქმნა სწორედ კონსორციუმის სახით იმისთვის, რომ მას ჰქონოდა კავშირი კონტეინერულ გადაზიდვებთან ჩინეთიდან აფრიკის კონტინენტზე, რომელშიც ამერიკელებს უნდა ჰქონოდათ თავისი წილი. და BlackRock-ის შემთხვევით არიღებდა იქ მონაწილეობას კონტიჯ ჯგუფში. კონტიჯ ჯგუფი ეს იყო ამერიკული კორპორაცია, რომელსაც გააჩნდა, ასე ვთქვათ, მრავალწილობრივი მონაწილეობა იმ კომპანიების სახით, რომელიც მასში შემოდიოდნენ. და აი ეს მეგა ამერიკული კომპანიები სწორედ ამით იყვნენ დაინტერესებული. ბუნებრივია,
როდესაც ამერიკული კომპანია შემოდის ანაკლიაში, ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკული ტვირთები უნდა ზიდოს ანაკლიან, ხო? სხვისი ტვირთები უნდა ზიდოს. და ამ სხვისი ტვირთების ზიდვაში ამერიკელებს უნდათ ქონოდათ საკონტროლო პაკეტი. მაგრამ ეს პროცესი ტრამპის პირველი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში დაემთხვა სწორედ ეკონომიკური ომის დაწყებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის. ეს ძირითადად მაღალი ტექნოლოგიების საკითხს უკავშირდებოდა Huawei-ის კრიზისი გახსოვთ თქვენ, რომელიც შეიქმნა და რომელიც ესე იგი დამთავრდა იმითი, რომ ჩვენს არეალში დამთავრდა იმითი, რომ კონტი ჯგუფი გავიდა პროცესიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკელებმა უარი თქვეს ყოფილიყვნენ ისეთ პროცესში ჩართული, რომელიც დიდ პრეფერენციას ანიჭებდა ჩინეთს. ანუ იმ მომენტში ამერიკელების ინტერესში ეს არ შედიოდა აბსოლუტურად. დღეს როგორც ჩანს, რუსები, ჩინელები და ამერიკელები ერთობლივად ყალიბდებიან გარკვეულ მოდელზე. იმიტომ არის, რომ ანაკლის ბეტით ჯერჯერობით გაურკვეველი. გახსოვთ თქვენ, ის კი არა, ასე იგი პორტის გაღრმავების სამუშაოების ტენდერიც კი ჩატარდა ბელგიურმა კომპანიებმა გაიმარჯვა, მე მაგ ამასთან დაკავშირებით სრული დოკუმენტაცია და მონაცემები და ის კომპანიაც კი ვერ შეიქმნა. ოპერატორი უნდა ყოფილიყო, ხო? ესე. ოპერატორი, დიახ, ბელგიური კომპანია უნდა ყოფილიყო ოპერატორი და 100% შემოდიოდნენ ჩინელები მართვაში. და იქ კიდევ რაღაცა გარკვეული, ასე ვთქვათ, ინტერესები იდებოდა, რომელიც დღეს ნაწილობრივ საჯაროდება. მაგრამ ამას თავი დავანებოთ. დღეს თუ რა ხდება ანაკლის სპორტთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად ბურუსით მოცული საკითხი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ბურუსი ძალიან მალე არ გაიფანტება. ხმად ვარ დარწმუნებული, რომ ანაკლის საკითხთან დაკავშირებით მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი აქტივი იქნება ქართული სახელმწიფოსთვის. ძალიან კარგი. შემდეგი შეკითხვა, დიმიტრი. ჩვენ უკვე ვიცით, ეს უკვე ხილულია, რომ კოლექტიური დასავლეთი, როგორც მას მოიხსენიებენ, აღარ არის უკვე ერთგვაროვანი. ბაიდენის დროს ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა იყო ერთი ორგანული ნაწილი. ეხლა უკვე ეს ასე აღარ არის. ჩვენ ვატყობთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ზოგადად ტრამპის ადმინისტრაციას აქვს განსაკუთრებული და განსხვავებული ხედვა. და ისიც ნათელია, რომ ევროპის წამყვანი სახელმწიფოები და ბირთვული სახელმწიფოები ამას არ ეთანხმებიან. ანუ არ უნდათ, რომ თავის პოზიციები ევროპაში მით უმეტეს დათმონ. და მე ასე მგონია, რომ აი ამ გრანდიოზულ გეგმას, ასე დავარქვათ, რუსეთისა და ამერიკის შორის ხელახალი გადატვირთვა, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური პოლიტიკა და ასე შემდეგ, რაც ამას მოყვება. მე ვფიქრობ, რომ ევროპა შეეწინააღმდეგება და ყველაფერს ეცდება და იმისთვის, რომ ეს გეგმა ან ჩაშალოს, ან შეაჩეროს და ამას აკეთებს უკრაინის ხელი. ჩვენ უკვე ვხედავთ. იმიტომ რომ პეტერბურგის სამიტზე ეს აშკარად გამოჩნდა, რომ მიზანმიმართულად, როგორც კი რამე დიდი თავყრილობა, დიპლომატები, ჩვენ ვიცით, რომ პეტერბურგში იყვნენ ჩასულები ძალიან დიდი რაოდენობით დასავლური პრესის წარმომადგენლები. და მათ ღიად დაუსვეს კითხვები პუტინს და პუტინმაც მაქსიმალურად ამდენიც შესაძლებელი იყო გაცა. მაგრამ აი დავაკვირდეთ, თუ კი რამ მსგავსი თავყრილობა არის რუსეთის ფედერაციაში, ეგრევე ხდება მიზანმიმართული ჩაშლის მცდელობა და ეს რითი უნდა გამოიხატოს ახლა, უნდა დაბომბოს ეს ქალაქი, ის ქალაქი, უნდა ავტობუს დაარტყან დრონი, აშკარად მიზანმიმართულად კადრებში ჩანს, სევასტოპოლის გუმბათი უნდა ჩაშალონ და რამე, რაღაც ამდაგვარი. და ეხლა აქ მეჩნდება ეს კითხვა, აი ამ გარიგება-მორიგების თემას, როცა არანაკლები ფინანსური და აგრესიული ძალა, მით უმეტეს როცა საცუდავი უკრაინა ყავთ როგორც ინსტრუმენტი. როგორ ფიქრობ, აქ პერსპექტივა ყოველ შემთხვევაში რამდენად ეს მშვიდობიანად მოგვარდება, მით უმეტეს შენც ახსენე და მეც მაგის შიში მაქვს, რომ არ იყოს მცდელობა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების. დიახ, ძალიან კარგი შეკითხვაა. მინდა გითხრათ, რომ ევროპა ხარჯავს გაერთიანებული ევროპა, ასე ვთქვათ, დაპირისპირებული ევროპა რუსეთთან თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 4%-ს და მას გააჩნია რესურსი იმისა, რომ ეს პროცენტები გაზარდოს.
და შემთხვევითი არ არის, რომ გერმანიის ტერიტორიაზე დაწყებულია ძალიან ფართო მასშტაბიანი მობილიზაცია, აი ჩვენმა კოლეგამ და მეგობარმა ლევან მეტონიძემ კიდევაც გადმომიგზავნა მე ის პროპაგანდისტული პლაკატები, რომელიც მთელი გერმანიის მასშტაბით ცხადყოფს, რომ ეს მობილიზაცია დაწყებულია გერმანიის შერეული ძალების გასაძლიერებლად რაღაცა მოსალოდნელი დაპირისპირებისთვის მზადების პროცესში. მაგრამ ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ერთმანეთსაგან უნდა გამიჯნოთ, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ეს არის ცალკე კონგლომერატი, ანგლო-საქსონური კონგლომერატი, რომელიც ისტორიულად ემტერება გერმანიას. და გერმანიის ეკონომიკის განვითარება და მისი პიკები, ასე ვთქვათ, და მისი დომინაცია ევროპაში, ეს არის ბრიტანეთისთვის ძალიან სერიოზული გამოწვევა. იმიტომ რომ იქ სადაც ძლიერი გერმანია, იქ ბრიტანეთის ნეოიმპერიალისტური ზრახვების აღსრულებისა და განხორციელების პროცესს ხელი ეშლება. ხელი ეშლება იმ პროცესს, რომელიც მათ შორის თურქულ-ბრიტანული ალიანსის თვალსაზრისით ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს პოსტსაბჭოურ სივრცეზე. ნახეთ, ბრიტანეთის ცბიერი, მაგრამ ძალიან ჭკვიანური გეოსტრატეგია მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ მან პროქსი ძალებით მოახდინოს საკუთარი გავლენების გაზრდა. და ეს შემთხვევითი არ არის, რომ მას შემდეგ რაც მაგალითად აზერბაიჯანმა, რომელიც შეიძლება ასე ითქვას, რომ არა მხოლოდ სტრატეგიული, არამედ ორგანული იდეოლოგიის ნაწილია თურქეთისა რა. ყარაბაღში, მთიან ყარაბაღში პოზიციების გამტკიცების შემდგომ ყველა მსხვილ გადამხდელ საწარმოში ის ოქროს მომპოვებელი იქნება თუ ჰიდროელექტროენერგიის გენერაციის ობიექტები, ყველგან შემოსულები არიან ბრიტანელები. ბრიტანელები ძალიან დიდი დოზით ფუნქციონირებენ, ასე ვთქვათ, აზერბაიჯანის ეკონომიკაში დღევანდელ დღეს. და აი სწორედ ეს პროცესი გულისხმობს ევროპის დასუსტებას, გერმანიის დასუსტებს კვალდაკვალ და ბრიტანეთის იმპერიული, ასე ვთქვათ, ამბიციების ზრდას და მის პრაქტიკულ ქმედებაში მოყვანას, მათ შორის დიდი თურანის იდეის აღდგენის სლოგანით, რომელიც მოიცავს მთელ შუა აზიას, რომელიც მოიცავს ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთს, რომელიც მოიცავს რუსეთის ალტაის მხარეს, რომელიც მოიცავს ამავე დროს რუსეთის, ასე ვთქვათ, თურქულენოვან რესპუბლიკებს, ხო? 90 დაახლოებით 90-მდე სუბიექტ შორის ძალიან ბევრია სწორედ პროტურქული, ანუ პანთურქიზმი და პანისლამიზმი, რომლის საფარულ ქვეშაც მიმდინარეობს დიდი ბრიტანული პროექტის განხორციელება. ეხლა ჩვენთვის ქართველებისთვის ბუნებრივია რეალური პოლიტიკის დონეზე გასაგებია რას გვიქარდის, ხო? და ასევე სომხებისთვის მინდა გითხრათ. სომხურ-ქართული ალიანსი, როგორც არასდროს არის ძალიან მჭიდრო და არის ძალიან მნიშვნელოვანი. აღინიშნოს, რომ სწორედ დღეს ფაშინიანმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება ვლადიმერ პუტინის მისამართით. მან თქვა, რომ ის მზად არის ყველა პრაგმატულად მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით დაждდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთთან. იმიტომ რომ შესანიშნავად უწყის და მე ამას ვამბობდი სხვა დროსაც და ეხლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ როგორც საქართველოში გამოჩნდა, საქართველოსთვის გამოიკვეთა პრიორიტეტად მრავალ ვექტორული საგარეო პოლიტიკა, ანალოგიური არის აზერბაიჯანისთვის და ანალოგიური არის სომხეთისთვის, მაგრამ ეს მრავალვექტორულობა ისე არ უნდა დავიგოთ, რომ სამივე რესპუბლიკის მრავალვექტორული პრიორიტეტები თავისი, ასე ვთქვათ, მასშტაბებით და მნიშვნელობით ერთმანეთს ემთხვევა. ანუ ეს ერთ პროექციას არ ქმნის არანაირად. ამაშია მთელი სირთულეც და ამავე დროს მთელი სიდიადეც აი ამ ყველაფრისა. რატომ? იმიტომ რომ თუ მაგალითად აზერბაიჯანი, თურქეთი მიისწრაფის პრო-ბრიტანული, ასე ვთქვათ, გავლენების გასატარებლად საკუთარ ტერიტორიებზე, საქართველოს ეს პრიორიტეტი ბუნებრივია ვერ ექნება. საქართველოს ექნება პრიორიტეტი იყოს ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი რგოლი და ამავე დროს იყოს რუსეთ-ბელარუსის ალიანსთან ძალიან ახლოს დაკავშირებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ მთელ რეგიონს აქცევს არა დაპირისპირების, არამედ ბალანსის თეორიის განხორციელების პრაქტიკულ პოლიგონად. და ამიტომ არის მე ყოველთვის ვამბობ, რომ კავკასია ცენტრალურობა სამივე რესპუბლიკისთვის და პირველ რიგში საქართველოსთვის, მოდი მხოლოდ საქართველოს მინდა ამ შემთხვევაში განსაკუთრებით პირველ ხაზზე გამოვიყვანო, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაკარგა ეს ლიდერის ფუნქცია სწორედ ბრიტანეთის მეცადინეობით ამიერკავკასიაში და დღეს ჩვენ შანსი გვიჩნდება, რომ ეს ისტორიული სამართლიანობა აღვადგინოთ.
ეს ისტორიული სამართლიანობა ჩვენი ამბიციიდან არ გამომდინარეობს. ეს ისევ და ისევ გეოგრაფია, ეს ისევ და ისევ კულტურა, ეს ისევ და ისევ ეკონომიკური პოტენციალია, რომელიც საქართველოსთვის განსაკუთრებული შესაძლებლობების ფანჯრებს ხსნიდა ყოველთვის და მომავალშიც გახსნის, მაგრამ ეს რა თქმა უნდა კოლექტიური რეგიონალური ამბიცია იმისა, რომ თბილისმა, ბაქომ და ერევანმა მსგავსად გრიშაშვილის ლექსისა მართლაც რა კარგი თქმა არა დიდებული ერთად ხელი-ხელ ჩაკიდებულებმა მოახდინონ საკუთარი ინტერესების მომსახურეობა ისე, რომ ისინი არ დააზიანონ. ეს არის უნიკალური, არ ვიცი, ასეთი უნიკალური შესაძლებლობა ამ რეგიონს არასდროს ჰქონია, ნიკა, არასდროს. და ფაშინიანის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ შემთხვევაში. ხო და აი გადავიდეთ ახლა უკვე მაბატია დაასრულე. დიახ, ფაშინიანის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მაშინ როცა ყველა ფიქრობდა და ბევრი ფიქრობდა, რომ ფაშინიანის სტრატეგია გულისხმობს დასავლეთთან მჭიდრო სტრატეგიულ ურთიერთობებს და რუსეთისთვის ტოტალური ზურგის შექცევას, ეს ესე არ აღმოჩნდა. ეს ესე არ აღმოჩნდა და ვერც აღმოჩნდება და თუ რატო ვერ აღმოჩნდება? არაბუნებრივი იყო, ხო. თუ რატო ვერ აღმოჩნდება, აი როცა გახსნით ამ რუბრიკას, მე გავაგრძელოთ ეს თემა. გადმოვიდეთ ახლა სამხრეთ კავკასიაში, ჩვენ ვიმოდოვნოთ, დიტო, როგორც შენ კარგად ახსენი, რომ მოვიდა დრო, რომ დიდმა სახელმწიფოებმა გადატვირთვის პოლიტიკა დაიწყო. ეს ცდელობა იყო ობამას დროს, ჩვენ კარგად გვახსოვს, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ლავროვი ჰილარი კლინტონს, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს და იმ ღილაკს დააჭირეს, ასეც ერქვა გადატვირთვის პოლიტიკა. მაშინ არ შედგა ეს გადატვირთვა. და ალბათ ბუნებრივიც იყო, ვერც შედგებოდა, მაგრამ ეხლა უკვე ტრამპის პირობებში და რუსეთის ამ რეალიებიდან გამომდინარე, რაშიც უკვე რუსეთი იმყოფება, დიდი ალბათობა არის ზუსტად იმისა, რომ ეს გადატვირთვა მოხდეს და ჩვენ ზუსტად ძალთა ბალანსის ხარჯზე მშვიდობიანად გავიაროთ ეს დროის მონაკვეთი. რაც შეეხება სამხრეთ საქართველოს, სამხრეთ კავკასიას, ესე იგი, ჩატარდა ეს არჩევნები და მე ესეთი შთაბეჭდილება მაქვს გაგიზიარებ შენს და ჩვენს მაყურებელსაც, რომ პაშინიანის გამარჯვება საქართველოსთვის არ იყო ურიგო. ჯერ ერთ-ერთი იმიტომ, რომ მე არც სურვილი მაქვს და არც სურს, რომ ადვოკატი გამოვდგე იმ ოპოზიციური ლიდერებისა როლების დამარცხთან, იმიტომ რომ ისინი აშკარად კრემლის ნომირებული აგენტურაა, მე თამამად შემიძლია თქვა. და ბუნებრივი იყო რუსეთს სურდა, რომ ისინი მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. მე არ მაინტერესებს პაშინიანის შიდა სტრუქტურა, მისი პროდასავლელობა, ეს სომეხის ხალხის გადასაწყვეტი იყოს. როგორც დიტო, ჩვენ აქვს სიამოვნებს, ვიღაცა რომ უგეუბნება, რატო აირჩიეთ ეს და ეს უნდა აგერჩიათ. ესე არის სხვა ქვეყნების და მით უმეტეს ისეთი მცირე, როგორც ჩვენ ვართ სომხეთი და ასე შემდეგ. და მე ხედავ ასეთ რამეს, რომ იმ ოპოზიციის კრეფსით ფორმას რომ გაემარჯვა ამ არჩევნებზე, მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ისინი გაატარებდნენ რეგიონში პრორუსულ ხელისუფლებას, პრორუსულ მმართველობას და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, კირიენკოს ხელმძღვანელობით აფხაზეთში აბსოლუტურად სხვა სურათს მივიღებით. გასაგებია, ვისაც გულისხმობს სომხურ დიასპორას. ეს ჩემი ისეთი ზედაპირული უხეში მონახაზი. შენ ეს ბევრად უფრო ღმათიცი და აი ძალიან გთხოვ, აი ახლა ისაუბრე ამ თემაზე. რას მოიტანს პაშინიანის გამარჯვება? ხო, ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები საბედისწერო, ხო, ბედის განსაზღვრელი სომხეთისა შედგა სომხეთში, რომელშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა ახალგაზრდობა. და საერთოდ უნდა აღინიშნოს, მე მსახურობდი თავის დროზე სომხეთის რესპუბლიკაში, შეიარაღებულ ძალებში, როცა ვიყავი გაწვეული ჯარისკაცად საბჭოთა კავშირის პერიოდში. და ჩემი სამსახური სომხეთში ეჩმიაძინში მსახურობდი სატანკო ნაწილში. მე ლეინაკანში. კონდა ეგ ბედნიერება. ხო, ლეინაკანის საარტილერიოში ალბათ, ხო? არა, ავიაციაში. ავიაციაში. ესკადრილია. ხო და ჩვენი ეჩმიაძინის სატანკო პოლკი მდებარეობდა ის ადგილას, აი ერთი კედელი ყოფდა ეჩმიაძინის სამონასტრო კომპლექსის, აი ძირითადი რეზიდენციის, სადაც მაშინ კათალიკოსი ვაზგენ მეორე ბრძანდებოდა, ერთი კედელი ყოფდა და ეს იყო ერთგვარი რაღაცა საკრალური ადგილი, რომლის ურბანული განაშენიანების ზონა ითვლებოდა უცხოეთიდან ჩამოსული სომხებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დასახლებად და სხვადასხვა მიმართულებიდან მოდიოდნენ მაშინ
და ძირითადად ივსებოდნენ ეგრეთ წოდებული ახპარები. ახპარები იყვნენ ის სომეხი ასე ვთქვათ რეპატრირებული ადამიანები, რომლებიც მოდიოდნენ იორდანიიდან, ლივანიდან, სირიიდან, ერაყიდან, ირანიდან და ქმნიდნენ ასე ვთქვათ კლასტერულ ჩასახლებებს სომხეთის SSR რესპუბლიკაში. ხო, ეს ერთგვარი ძალიან საინტერესო მოვლენა იყო, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დახურული ასე ვთქვათ სისტემის ფარგლებში ძნელი წარმოსავლიანი იყო, რომ უცხოელები ესეთი უცხოელების მასობრივი ჩამოსახლება მოხდარიყო, მაგრამ სომხეთი იყო ერთადერთი რესპუბლიკა შეიძლება ითქვას, რომელიც აი ამ სოციალურ პოლიტიკურადაც შეიძლება შეფასდეს ექსპერიმენტზე ღიად მიდიოდა. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ეს 87 წელია რეალურად რომ ზუსტად დაგიფიქსიროს წელიწადი, რომ ძალიან საინტერესო იყო თვითონ სომხური ინტელიგენციის ფორმაციაც, იცით? ეს იყო სალონური შეხვედრები, ძალიან საინტერესო ვიზიტები საფრანგეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პირველი ინვესტიციები, რომელიც კოოპერატივების გახსნის წინა პერიოდს უკავშირდება, მაშინ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის წინა პერიოდს, ხო, როდესაც მთელი ეს დასავლური კულტურა ძალიან სწრაფად შემოიჭრა სომხეთში. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღინიშნოს ავანგარდი, ასე ვთქვათ, სომხური დიასპორისა რუსეთში. ხო, დაახლოებით 3,5 მილიონი დიასპორა ყავს სომხეთს და უნდა აღინიშნოს, რომ გარდა იმისა, რომ პოლიტიკაში მათ ძალიან მნიშვნელოვანი საკომანდო სიმაღლეები უპყრიათ რუსეთის ფედერაციაში, ბიზნესშიც რეალურად შეიძლება ითქვას, რომ ისინი ლიდერობენ. სომხური დიასპორა ერთ-ერთი ლიდერია რუსეთის ფედერაციაში წარმოებული ბიზნესის თვალსაზრისით. და ეს ერთგვარი დამაბნეველიც შეიძლება ყოფილიყო, თქვათ, რუსეთის ფედერაციის დღევანდელი ხელისუფლებისთვის, რომ ეთიკრათ, რომ მართვის პროცესი სომხეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით იყო მათ ხელში. მაგრამ მეორეზე მხრივ იმედგაცრუების საბაბის მიზეზიც არსებობდა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს გენოფონდი სომხური სომხეთში სისტემატურად იცვლებოდა დასავლეთის სასარგებლოდ. შემოდიოდა ინვესტიციები, იგივე ხომრანიანის ძალიან დიდი ინვესტიცია, ამერიკული ინვესტიცია სომხეთში და ამერიკული გავლენების ზრდა, სწორედ ბიზნეს ინვესტიციების ზრდის მიხედვით. და რაც ყველაზე მთავარია, პაშინიანმა შეძლო, რომ ყველაზე უფრო პასიური ელექტორალური მასა 18-დან 25 წლამდე ასაკისა მაქსიმალური 80%-იანი დატვირთვით ჩაერთო თავის სამსახურში. და მან ეს გააკეთა, მან ეს შეძლო და ახლა სომხური ეთნოფსიქოლოგიაც უწყობდა იმას ხელს, რომ არცახში, ანუ მთიან ყარაბაღში განცდილი ძალიან ესეთი სავალალო მარცხის შემდგომ მათ ერთ-ერთ მთავარ სლოგანად გამოეცხადებინათ, რომ აი რუსეთმა გვიყავათა, რუსეთმა გადაგვაგდო და ეს პირობითი რეფლექსია აიყვანათ ელექტორალური მიზნებიდან გამომდინარე შედეგამდე, რომელიც კიდევაც დადგა. დიახ, შედეგამდე, რომელიც კიდევაც დადგა, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ეს არ ნიშნავს იმას, როგორც ახლა ლიბერალურ წრეებში უნდა წარმოადგინონ, რომ თითქოს ეგ რუსეთმა რაღაცა უდიდესი მარცხი განიცადა სომხეთში. ასე არ არის. ასე არ არის გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი კვლავაც რჩება სომხური უსაფრთხოების არქიტექტურის მთავარ შემოქმედად, იმიტომ რომ თავად სომხეთის SSR რესპუბლიკის შექმნაც, რომლის უკან დგას რუსეთი, მნიშვნელოვან წილად დღესაც უკავშირდება რუსეთის ფაქტორს. იქ არის გიუმრის ბაზა, FSB-ს ძალების მიერ კონტროლდება მთელი პერიმეტრი სომხური დემარკირებული და დელიმიტირებული საზღვრებისა და ბუნებრივია ეს ის გარემოება, ანუ ფაქტობრივი გარემოება, ობიექტური ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც ჩვენ ვერ გავიქცევით, რომ სომხეთი ამას თვალს უსწორებს და ფაშინიანის გათვლაც სწორედ ამაში მდგომარეობდა, რომ მან რითი დაიწყო საფრანგეთთან და ინდოეთთან ძალიან ინტენსიური ურთიერთობა სამხედრო შეიარაღებული ძალების რეფორმაციისა და გაძლიერების მიმართულებით. შემდგომში უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოახერხა გადატვირთვა ალიევთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ფონზე და ტრამპისგან მიიღო აღიარება ფაშინიანმა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო პროგრესული თანამედროვე პოლიტიკოსი, რომელთანაც ტრამპი დებს კონტრაქტს და რომელიც გულისხმობს ტრიპის გზის განხორციელებას სიუნიქის ოლქში, ანუ ზანგეზურის დერეფანში
რომელიც აზერბაიჯანს სომხეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მონაკვეთია. მაგრამ როგორ ფიქრობთ, ასეთი ვთქვათ, ბრიყვი იქნებოდა ვინმე ფაშინიანის ადგილზე, რომ მას არ ეფიქრა, რომ აზერბაიჯანული სომხური ესე ვთქვათ, სტრატეგიული კომუნიკაცია დაებალანსებინა სხვა მიმართულებით? ამისთვის მას სჭირდებოდა ვინ? საქართველო, ბუნებრივია. იმიტომ გაუსვა სამჯერ ხაზი აქ ვიზიტის დროსაც და ევროპაშიც ფაშინიანმა რომ ევროკავშირთან დაახლოების პროცესში გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოს და სომხურ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების მაღალ ნიშნულზე აყვანა, ვინაიდან სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობას მათ შორის განიხილავს საქართველოს გავლით. ეს ძალიან ობიექტური ინფორმაცია და ობიექტური განცხადებაა, იმიტომ რომ საქართველო საზღვაო ქვეყანაა, განსხვავებით სომხეთისგან და როგორი სარკაზმით ნათქვამიც არ უნდა ყოფილიყო ბარონესა ფონ დერ ლაიენის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ფანჯარას ხსნიან სომხეთთან და საქართველოსი არ ახსენებდა საერთოდ აზერბაიჯანის და თურქეთის ხსენების და მიუხედავად როგორი სარკასტულიც არ უნდა იყოს, არა, ჩვენ მაინც ამას რა თქმა უნდა მოვეკიდებით პრაგმატიზმით. გასაგებია, რაც იგულისხმო ფონ დერ ლაიენმა, მაგრამ გეოგრაფიას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერ გავიქცევით და როდესაც გეოგრაფიაზეა საუბარი, ვინ თუ არა ფონ დერ ლაიენმა ძალიან კარგად უწყის, რომ იქ სადაც ქართულ-სომხური ურთიერთობების სტრატეგიულ ნიშნულებზეა საუბარი, იქ სწორედ იმ ჩრდილოეთ სამხრეთის მიმართულებაზე ვაკეთებთ აქცენტს, რომელიც ვერ გაექცევა რუსულ, ქართულ, სომხურ, ირანულ და ინდურ ურთიერთობებს. ეს ის სტრატეგია, რომელიც 7500 კილომეტრზე გაჭიმულ უწყვეტ მაგისტრალურ მოძრაობას გულისხმობს ერთდროულად ერთ და ამავე დროს სხვა დერეფნების ჩართვით, როგორიც არის აზერბაიჯანის მიმართულება და საქართველოს მიმართულება, რომელიც მინიმუმ 8 ბლოკირებული დერეფნიდან 2-ის გამოყენებას ამ მიმართულებით იგულისხმებს. აი სწორედ ამაში ვლინდება შინაარსი იმ განცხადებისა, რომელიც დღეს გააკეთა ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინთან მიმართებით და გამოთქვა სრული მზადყოფნა სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყებისა, რაც ჩემი აზრით იგულისხმებს ზანგეზურის დერეფნის ბალანსს, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით და რომელშიც ირანი, რომელსაც ძალიან გააქტიურებული ეკონომიკური ურთიერთობები აქვს საქართველოსთან და სომხეთის ტრადიციული პარტნიორია ეკონომიკური, შორს არ დგას ბუნებრივია და ირანის აქტიურობა ხას უსვამს ირანის ისლამური რესპუბლიკის елჩის ბატონი სეიდ ალი მოჯანის ძალიან საინტერესო განცხადებები ამ ბოლოდროსაც, მაგრამ რიგი ექსპერტების განცხადება ნახე სოციალურ ქსელში, ნამდვილად შესაძლებლობა მქონდა და ყველა მიიჩნევს, რომ ძალიან საინტერესო მესიჯები გამოუშვა და რო თქვა დიტო რა იყო ეს ძირითადი 2-3 არაჩვეულებრივი მესიჯები, მე მინდა გითხრათ, რომ მე მოვიხიბლე ამ ადამიანის ინტელექტით, ჭკუით, გონებით, განათლებით. ის ისტორიკოსია, მაგრამ არის კარიერული დიპლომატი და ამავე დროს მან მე და ჩემი მეგობრები როსაც მიგვიღო თავისთან, ხო, ესეც საინტერესო რამე გითხრა, რომ მე ჩათვალეთ არა ვარ მხოლოდ დიპლომატი, მე ვარ მთავრობის პირდაპირ წარმომადგენელი საქართველოში და გამაჩნია ის უფლებამოსილებები, რომელიც დიპლომატიის გაფართოებულ უფლებამოსილებებს გულისხმობს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის თვალსაზრისით. და უზარმაზარი ენერგეტიკული ჰაბია, ხო, ირანი, რომელსაც რუსეთთან ერთად შეუძლია, ახალი ეკონომიკური სასწავლების გაკეთება, ბუნებრივია. და ეს ახალი ეკონომიკური სასწავლების ჰაბი, როგორც ფინანსური, ისე წმინდა ტექნიკური რეგლამენტის თვალსაზრისით, ხო, სწორედ საქართველოს შეიძლება იქნეს განხილული და არაორაზროვნად გაუსვა კიდეც ხაზი ბატონმა ალი მოჯანიმ სწორედ საქართველოს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ ირანის ენერგეტიკული პოტენციალის გამოყენება საინვესტიციო პოლიტიკის გატარების გზით მოხდეს საქართველოში. მან სხვათა შორის ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმ ახალ ეკონომიკურ ურთიერთობებში, რომელშიც ქართველ დილერებს შესაძლებლობა აქვთ, რომ ირანში გაიყვანონ ავტომობილები. ის ავტომობილები, რომელთა გაყვანის უფლება აგვიგრძელა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმ თუ არ ვცდები მე-14 თუ მე-15 სანქციის ფარგლებში, რომელიც გულისხმობდა ბელარუსიაში და რუსეთში საქართველოს გავლით ავტომობილების შეტანის შეუძლებლობას, ანუ შეერთებული შტატებიდან იმპორტირებული ავტომობილების შეტანის შეუძლებლობას. და აი აქ ირანმა გახსნა 90 მილიონიანი ბაზარი, ნიკა.
ძალიან მნიშვნელოვანია სტატისტიკა. სტატისტიკა არის წარმოუდგენელი. ერთ თვეში გაყვანილია 586 მანქანა ირანში. და ირანელები გამოდიან საქართველოში და მათ კიდე ცალკე გაყავთ გარდა იმისა, რომ ჩვენები აქტიურობენ და მიდიან. დიახ, დილერები ჩამოდიან და არ ვიცი, ესეთი გაცხოველებული აღებმიცემობა ამ მიმართულებით და ვთქვათ რა, კარგად სამაშველო რგოლი იყო ნამდვილად იმ რეგულაციების მერე და ჩვენება მიიღეს, აი ასაკობრივი ცენზი. რამდენს ჩატარდა მანქანა და მოიშორეს ტვირთებიც. რა თქმა უნდა, კი ბატონო. და მე კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. საავტომობილო ეკონომიკური ურთიერთობების ზრდა ამ შემთხვევაშიც გეომეტრიული პროგრესით იზრდება და მართლაც ამაში ძალიან დიდი წვლილია ბატონი ალი მუჯანის შეტანილი. და ისევ რომ დაუბრუნდეთ საქართველოს ინტერესებს და ჩვენი რეგიონის ინტერესებს, მე ხა შემთხვევით არ უსვავ საქართველოს ინტერესებს და რეგიონის ინტერესებს. დიახ, რეგიონალური პოლიტიკის ჭრილში არის განსახილველი ეს და არა მხოლოდ სომხეთის ან აზერბაიჯანის ან საქართველოს ჭრილში. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მოიგო იმითი, რომ სომხეთმა სტაბილური არჩევნები ჩაატარა, შეინარჩუნა პაშინიანმა თავისი ძალა და ეს ძალა ჩვენთვის ახალი ბალანსის თეორიის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამ დროს სომხეთს ხდის კიდევ უფრო დამოკიდებულ საქართველოს. და თუ კი საქართველოს ხვალ ზეგ მაზრდა ეს აუცილებლად განხორციელდება, გაუჩნდება შესაძლებლობა იმისა, რომ საკუთარ ინტერესებს მოემსახუროს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკური ფასი რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკების გაზრდის დაწყების გზით გაზარდოს, ეს იმას ნიშნავს, რომ სომხეთი სასარგებლო იქნება მრავალვექტორული პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით როგორც დასავლეთისთვის, ისე ჩრდილოეთისთვის. და სწორედ ამისკენაც მიისწრაფის სომხეთი, რომ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ პრაგმატიზმი გეოპოლიტიკაში, რომელსაც მორალი არ გააჩნია საერთოდ, იმარჯვებს სწორედ იმ თქვათ პოზიციებზე, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ სახელმწიფოს მონორეჟიმში გააჩნდეს რეგიონთან დაკავშირებით. მოკლედ, კიდევ ერთხელ ხაზი რო გავუსვათ, აი ამ ყველაფერს და შევაჯამოთ, ვითხოვდი, რომ საქართველოს დღეს უჩნდება უნიკალური შანსი, როგორც გამთლიანების, ისე რეგიონალურ ლიდერად წარმოდგენისა და მთელი რეგიონის, როგორც დიდი ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთი რეგიონის განსამტკიცებლად და გასაძლიერებლად, როგორც დამაკავშირებელი ჰაბისა, ყველა მიმართულებით, ჯვარსახვევანი მიმართულებით, მოდი ასე ვთქვათ, როგორც ჩრდილოეთის სამხრეთის, ისე აღმოსავლეთ დასავლეთის და პირიქით. ერთს დავამატებდი, რომ როცა პაშინიანმა ყარაბაღის საკითხი დააყენა იმ ფორმით, როგორიც ამჟამად არის, სიმართლე გითხრათ, ჩემს გაყურებას საზღვარი არ ქონდა. მე არ მესმოდა რა იყო ეს ყველაფერი, მაგრამ რაც უფრო დრო გავიდა, მან ორი რამ გააკეთა. ერთი ის, რომ ჩამოიშორა მძიმე ღუზა, რომლითაც ფაქტობრივად ის რუსეთზე იყო ჩამოკიდებული და დირექტივებს იღებდა და რუსეთის როგორ ექცეოდა, ჩვენ ხო კარგად ვიცით, ანუ აძლევდა ზუსტად იმდენ საკვებს, რამდენიც საკმარისი იყო საარსებო და არა განვითარებისთვის. ამან ყარაბაღის თემა მოიშორა და თან მოდი ისიც ვთქვათ, შენ უკეთიცი ისტორიულ ჭრიში თქვათ სამართლიანი არ იყო ის, რაც მოხდა ადრეულ წლებში და ანუ ესეც მორალური ტვირთიც მოხსნა. და ეხლა ყველაფერს შეიძლება, რომ კონსტიტუციიდან ეს თემა მოიღოს, რომ აზერბაიჯანთან დადოს დიდი გლობალური სამშვიდობო პაქტი. კი, ეს ამდენი ეს უნდა გამოვიყენო რუსული სიტყვა, ეს ნაგახადოკა მართლაც კარგად შეასრულა და ყველაზე კარგად იცი რა გააკეთა, რომ რუსეთი უნებლიეთ გახადა თანამონაწილე ყარაბაღის დათმობის. რაშიც რუსეთს როლი არ მიუღია, ეს თავად სომხების გადაწყვეტილება იყო. დიახ, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაგახადოკაა, გეთანხმები აბსოლუტურად. და რაც კიდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ამავე დროს ძალიან ძლიერი ოპოზიცია მიიღო პარლამენტში პაშინიანმა. როგორც არასდროს ძლიერი 35%-იანი ნიშნულზემყოფი და რომელიც ასევე არ მიცემს მას შესაძლებლობას, რომ მოადუნოს ყურადღება. და ეს ყურადღების გაძლიერება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ხვდები, როგორი საკითხია ეს. მანამდე უფრო ადრეულ პერიოდში, სანამ ყარაბაღი დაიკარგებოდა, სომხური სეპარატიზმი, ვთქვათ, იგივე აფხაზეთის ტერიტორიაზე. აი ყველა სტანდარტიდან ამოვარდა ყველაზე ძალიან.
სომხური ამბიციები როგორი იყო, იცით, მაგალითად გაგრის დიასპორაში, სომხურ დიასპორაში, გამოდიოდა მახსოვს სომეხი ლიდერი გაგრაში მცხოვრები და ამბობდა, რომ არის სამი სომხეთი: არმენია, არცახი და აფხაზეთი. აი წარმოვიდგინეთ, ეგეთი ამბიცია. არმენია, არცახი და აფხაზეთი? აფხაზეთი. კი. იყო ესეთი გამონათქვამებიც იყო და ასეთი ქრონიკაც არსებობს ჩვენ და სამწუხაროდ. გამონათქვამი ავიცოდით, თორე ეხლა სომხეთის აფხაზეთის სომხობა რა პოზიციაზეც იყო, ეხლა კარგად. იყო ეს რეალობაა, სამწუხარო რეალობა, მაგრამ იყო, დიახ და აი ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, განსაკუთრებით 2020 წლიდან დაწყებულმა დღემდე ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგა და აშკარად საქართველოს გავიჩინა უნიკალური შანსები და შესაძლებლობები. ჩვენ ახლა სული უნდა უბეროთ სამეზობლო პოლიტიკას, ნიკა. სამეზობლო პოლიტიკაში შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს არანაირად. ყველასთან გვაქვს უნიკალური კონტაქტები. სტრატეგიულ ნიშნულებზე აყვანილი თურქეთთან, ირანთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და რუსეთთან ვაჭრობის სფეროში გვაქვს ისეთი გარღვევები, რომელსაც აუცილებლად უნდა მოგვიტანოს დივიდენდი დიპლომატიაში. და დიპლომატიაში დივიდენდის მოტანა ეს გულისხმობს ერთადერთ რამეს, რომ გაეროს მიერ აღიარებული ტერიტორიის ფარგლებში, მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებული ტერიტორიის ფარგლებში რუსეთმა სცნობს საქართველოს და ბუნებრივია გარკვეული კონფიგურაცია, ამაზე ხა წინასწარ ვილაპარაკებთ, მაგრამ ჩვენთვის მისაღები კონფიგურაცია ბუნებრივია არ დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას. აი ამისკენ უნდა ვისწრაფოდეთ და იმისთვის რომ ეს საკითხი დაჩქარდეს, ამისთვის ეს სამეზობლო პოლიტიკა იმ ფარგლებში რაშიც ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მეზობლებთან, უნდა განმტკიცდეს ბოლომდე. ჩვენ შეცდომის დაშვების უფლება 3-ჯერ გავიმეორებ და 100-ჯერ გავიმეორებ. არ გვაქვს. ხანჯარაც აღარ გვექნება უკვე მეტი ალბათ. რა თქმა უნდა, არ გვაქვს. არავითარი დაშვების უფლება არ გვაქვს. რუსეთი ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია ჩვენი ასე ვთქვათ, უსაფრთხოების სისტემის იმბალანსის კომპონენტისა, რომელსაც მე წეგან ვისაუბრე. იმიტომ რომ რაც მეტი იქნება ინტერესები დასავლეთის რეგიონში, რუსეთის რეგიონში, ჩინეთის რეგიონში, გლობალური აღმოსავლეთის სამხრეთის რეგიონში, ჩვენს რეგიონზეა ლაპარაკი, მით მეტი იქნება ჩვენი ოპერირების და აი flexibility, რასაც ქვია, მოქნილობის შესაძლებლობა. დიდო და დასკვით ნაწილში არ შეიძლება არ გეკითხო, სენსიტიური თემაა და ნახე რას გულისხმობს 3+3. შენ ეს ახსენე და ზუსტად ეს ადაგება აი ამ საუბრის მეორე ნაწილს ჩვენსაც. როგორ ფიქრობ 3+3, აი როგორ შეიძლება რომ განხორციელდეს, როცა რუსეთის ფედერაციას ფაქტობრივად 3 საელჩო აქვს დე იურე საქართველოში. ჩვენ როგორ ფიქრობ, ჩვენ შესაძლოა ამაზე თვალით დავხუჭო და ჩვენ დიდ პოლიტიკას მივაწოდოთ და ის ავტომატურად გადაწყდება. თუ ის გადაწყვეტის პროცესში რჩევა, ზუსტად მაშინ წამოგვეწევა 3+3-ის აქტუალურობა. ცხადია, ძალიან კაი კითხვაა, ვისაუბრებთ ამ შეკითხვას. ნახეთ. მოდი ჯერ ისტორია ვთქვათ ორი სიტყვით, 3+3 ფორმატის ისტორიას გააჩნია 96 წლიდან ისტორია. შევარდნაძის დროიდან ჯერ კიდევ, როდესაც თურქეთი იყო მაშინ ინიციატორი პირველად, მეორედაც თურქეთი იყო ინიციატორი 3+3 ფორმატის შექმნისა. 96-ში შევარდნაძესთან ერთად ხდებოდა ამისი ინიციაცია. შევარდნაძე ერთ-ერთი ასე ვთქვათ მხარდამჭერი იყო აი ამ პროცესში მონაწილეობის მიღებისა, მაგრამ მაშინ ეს არ განხორციელდა. არ განხორციელდა, იმიტომ რომ 3+3 ფორმატის შექმნას მხარს არ უჭერდნენ მთელი რიგი საქმე, მათ შორის რუსეთი არ იყო დაინტერესებული ამ ფორმატის განხორციელებით. მერე იყო უკვე 2002 წელი სამშვიდობო პლაცდარმის იდეით გამოვიდა თურქეთი და მოუწოდა რომ შექმნილიყო, ესე იგი, რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატი. ეს დეფინიცია 3+3 მაშინ არ არსებობდა, მაგრამ რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატზე იყო ყველა ძირითადი აქტორის მონაწილეობა. და ამ შემთხვევაშიც ჩაიშალა შემდგომში მოყვა ამას მიუნხენის კონფერენციაზე ისტორიული სიტყვა პუტინის 2007-ში, 2008-ში უკვე აფხაზეთის კონფლიქტი და ის სცენირება, ასე ვთქვათ, იმ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებისა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებმა გაითამაშა საქართველოში და ეს ჭირდებოდა იმისთვის, რომ ნემსკავი გადაეგდო და ხლავი დაეჭირა და შესაბამისად ოკუპანტის სტატუსით გაეღრმავებინა ზეწოლა რუსეთზე, ანუ ჰარტლენდზე. მოკლედ, მთელი გეოპოლიტიკური ჩანაფიქრების
განხორციელების მსხვერპლი გახდა საქართველო, ესე შეიძლება ითქვას და ამის მერე გამოხდა ხანი და მოვიდა 2021 წელი და აქ უკვე როცა ბრიტანეთი ახორციელებს თავის დიდ ჩანაფიქრს, თურქულ-აზერბაიჯანული ალიანსი გამოდის ასეთი მნიშვნელოვანი წინადადებით, რომ მოდი გავაკეთოთ 3+3 ფორმატი. და თქვენ წარმოიდგინეთ რუსეთი დათანხმდა ამ ფორმატის განხორციელებას ძალიან საინტერესო მომენტით. არა 3+5, არამედ 3+3. და უნებრივია კითხვა ისმის, მის მიერ სამხრივად აღიარებული სეპარატისტული რეგიონების სახელმწიფო, კვაზი სახელმწიფო აღიარების მიუხედავად შეეძლო თუ არა მას დაეფიქსირებინა საკითხი, დიახ 3+3, მაგრამ იმ დათქმით, რომ აქ იქნება აფხაზეთი, აქ იქნება ცხინვალი. ხო? ლოგიკურია. ხო, მაგრამ განხილვის მაგიდაზე ეს ორი ავტონომიური ოლქის წარმომადგენელი იქნებოდა. არა, ნახეთ, იმ შემთხვევაში იქნებოდა თუ კი რუსეთი დააყენებდა საკითხს, რომ 3+3 ფორმატში აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ აფხაზები და ოსები წარმოდგენილი დამოუკიდებლად ქართული ოფიციოზისგან. მაგრამ მან ეს არ გააკეთა. რა თქმა უნდა, ეჭვი გაჩნდა ძალიან დიდი ცხინვალშიც და სოხუმშიც და სწორედ ამისი ეხოდა გამოძახილი იყო ის, რომ ცხინვალის რეგიონში დაიწყო ესე თქვარი მოძრაობა რუსეთთან გაერთიანების რეფერენდუმის მოსამზადებლად. და ამას რა მოყვა იცით? ცხინვალის ეგრეთ წოდებული პარლამენტის 3 დეპუტატისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა და მათი ფაქტიური დასამცირება. ეხლა არარსებული საერთაშორისო პასპორტის პირობებში ყოფილი გინდა დეპუტატი დაარქვი და გინდა მოქალაქე დაარქვი. რუსეთში თუ ვეღარ შევა. ანუ უპასპორტოებია ფაქტობრივად. თბილისში თუ ვეღარ გადმოვა. ეხლა იმისთვის გინდა ციხე მიგიჯია და გინდა ცხინვალში ჩაგიტოვებია რა. რუსეთმა ეს გააკეთა. მაშინ იყო ესეთი დეფინიცია ვასაიძინენი или объединение. 3 დეფინიცია იყო. საიძინენი, объединение, ვასაიძინენი. ანუ ყველაფერზე თანახმა იყვნენ ოსები სეპარატისტებზე მაგ ლაპარაკი ბუნებრივია თორკოსები ჩვენი ძმები არიან ლაპარაკი ხო ოღონდ ესე იგი აი რაღაცნაირად ხელი შეეშალათ პროცესებისთვის და ძალიან კაცრი პასუხი მიიღეს რუსებისგან ძალიან კაცრი პასუხი ანალოგიურად მოხდა აფხაზეთში როდესაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გამოვიდა და ღიად განაცხადა რომ ჩვენ აფხაზეთის სუბსიდირების განუსაზღვრელი რესურსი არ გაგვაჩნია და საჭიროა რომ აფხაზეთმაც და ეგრეთ წოდებულმა სამხრეთ ოსეთმაც იფიქრონ საკუთარი საინვესტიციო გარემო შექმნაზე და საკუთარი საინვესტიციო გარემო როგორ უნდა შექმნა როცა აგერ ეკონომიკური საზღვრები გაქვს ხო ენგურთან და ლიაფსთან და გორთან და საქართველოს არის ერთადერთი ალტერნატივა იმისა რომ განავითარო შენი ეკონომიკა საქართველოში და არა საქართველოსთან ხო ეს მომენტებია ამიტომ ნახეთ რუსეთმა ძალიან საინტერესო პოზიცია აირჩია მან არამც თუ ეჭვად არ დააყენა და საერთოდ არ განსაზღვრა და ღიად არ დატოვა ეს საკითხი მან თქვა დიახ 3+3 ფორმატი რუსეთი ირანი თურქეთი და შიდა 3 რესპუბლიკა საქართველო სომხეთი და აზერბაიჯანი ყოველგვარი ასე ვთქვათ წარმონაქმნებისა და ყოველგვარი ანკლავების თვითაღიარებული თუ არა თვითაღიარებულის გარეშე ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქტი იყო, ბუნებრივია, აქტი, რომელიც არასოდეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. და აქედან გამომდინარე, მე მივიჩნევ მას პროგრესულად, აქედან გამომდინარე, მე 3+3 ფორმატთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ ეს არის კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა საქართველოს გაიმარჯვოს დიპლომატიაში, იმიტომ რომ თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რჩება მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ რუსეთმა გაიზიაროს ყველა იმ კოლეგის პოზიცია და დამოკიდებულება საკითხის მიმართ, რომელიც რა თქმა უნდა 3+3 ფორმატის ასე ვთქვათ დაგვირგვინებას გულისხმობს როგორც რეგიონალური თანამშრომლობის სამშვიდობო ასე ვთქვათ მეგა პოლიტიკური და ეკონომიკური პლატფორმა. ასე რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აფხაზეთის ანკლავიც და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ანკლავიც ეს არის ვაჭრობის საგანი დიდ გეოპოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე, რომელსაც რა თქმა უნდა რუსეთი გამოიყენებს. მაგრამ გააჩნია ჩვენ რა პოზიციაზე ვიდგებით და როგორ ვიდგებით ამ მომენტში და კიდევ ერთხელ ხას გავუსვავ. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ დავუშვებთ შეცდომას.
გასაგები. დიმიტრი, უღრმესი მადლობა ამ საუბრისთვის. მე ვიცი უკვე თბილისში კარგგვარიანად გვიან არის, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ეს საუბარი, რომ ჩვენ შორის შემდგარიყო, იმიტომ რომ მაყურებელი ელის განსხვავებულას და რა თქმა უნდა აქტუალურ თემებზე საუბარს. ნიკა, შენ პოდკასტში არასდროს დროის ფაქტორი არ თამაშობს არანაირ როლს. ეს 24-24-ზე შეგვიძლია ასე ვთქვა და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შენი პოდკასტი აუცილებლად მიაღწევს ამ ნიშნულებს ცოტა ხანში. კი ბატონო, მე იცი შენ რომ ესა ვარ, როგორ ამბობენ 24/7-ზე, ანუ 24 მნიშვნელობა არ აქვს დროის ლიმიტი არ მაქვს და ასე შემდეგ. როგორც 7-11-ი არა? ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისთვის ვიკო და წარმატებებს გისურვებ შენ და ჩვენ საქართველოს რა. დიდი მადლობა. ეხლა შევდივართ. წარმატებები თქვენ, ჩემო ძვირფასო ემიგრანტებო. ამერიკის შეერთებულ შტატებში 300,000-ზე მეტი ქართველია და მადლობა ღმერთს, აბსოლუტური უმრავლესობა ორგანულ კავშირებს ინარჩუნებს სამშობლოსთან, მაქსიმალურად ცდილობს, რომ იქ მოპოვებული მცირედი ეკონომიკური ეფექტებით გააძლიეროს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ეს არის ქართველობა. ღმერთმა დაუწყოს ყველა ეს ქართველი, რომელიც სხვაგან ნაშონ შესაძლებლობას ახმარს თავის ქვეყნებს. კი, მეც უნდა დაგეთახმო, რომ ფაქტობრივად საქართველოს დიასპორის, მე ვისთანაც შეხება მაქვს, მე ძირითადად შეხება მაქვს ნიუ-იორკთან. მე ვისაც ვიცნობ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მაინც საქართველოს მეიჩნევს სამშობლოდ და ყველას შემსავით სურს დაბრუნება და ალბათ დაბრუნდებიან. ჩემი ამბავი იცი შენ და ხა ამას აღარ გავშლი და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებ შენ, წარმატებებს უსურვებ საქართველოს და რა ვიცი, მომავლის იმედით საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით. ამინ. ასე, მშვიდობით.